დღის ამბები პოლიტმეტრის საზომში საღამომშვიდობისა. $1,650,000 უხარისხო ჯავშან ჟილეტებში. ჩემთვის საერთოდ გაუგებარია, როგორ შეიძლება ეკონომია გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლეზე, თუნდაც ქართული ჯარისკაცის სიცოცხლეზე. ჯავშან ჟილეტების ისტორიით პროკურატურა დაკავდება. პოლიტმეტრში ვახტანგ კაპანაძე გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე. სამხედრო ექსპერტები გიორგი თავდგირიძე, თეონა აკუბარდია. საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ დოკუმენტს პარლამენტში მოწინააღმდეგე არ ჰყოლია. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაწევრიანების სტრატეგიული პრიორიტეტების მისაღწევად. ეს დოკუმენტი არის კომპრომისების შედეგი და მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც მონაწილეობდა აი ამ შეთანხმების პროცესში. შესაძლოა ამ დოკუმენტზე შეთანხმება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად და ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის კაფეოს გამოსაკვეთად და წარმატებების მისაღწევად, ისე შიდა პოლიტიკური საკითხების თაობაზე კონსტრუქციული მიდგომებისთვის. უმცირესობა და უმრავლესობა დასავლეთს ერთხმად ირჩევენ. დისკუსია პოლიტმეტრში. დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტია. სერგი კაპანაძე, რეფორმების ასოციაცია. მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში. ენდეთ პოლიტმეტრს. უკრაინიდან უხარისხო ჯავშან ჟილეტების შეძენის საქმეში ოლეგ მელნიკოვის გვარი ფიგურირებს. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 2009 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მელნიკოვის ხელმძღვანელობით სამინისტრომ გაიფორმა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც $1,650,000 ღირებულების 3,000 ჯავშან ჟილეტი შეისყიდა. შეძენილი ჟილეტები უხარისხო ამბობს თავდაცვის სამინისტრო. დღეს ვიდეო მასალაც გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ჟილეტები საწყობებშია და რომ მისი დამცავი ფირფიტები ტყვიას ატარებს. წელს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია Trade Alliance ჯგუფისგან შეიძინა $1,650,000 ღირებულების უკრაინაში წარმოებული 3,000 ცალი ჯავშან ჟილეტი. ამ ჟილეტების გამოცდა თავის დროზე შეფასდა უარყოფითად. რაც ნიშნავს იმას, რომ შეძენილი ჯავშან ჟილეტები გამტარი იყო როგორც პისტოლეტის, ასევე ავტომატის ტყვიისთვის. უხარისხო ჯავშან ჟილეტების შესყიდვის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობა. თუმცა არ მოუხდარა არანაირი სამართლებრივი რეაგირება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს Trade Alliance ჯგუფს შორის საბოლოოდ მიღება ჩაბარების აქტი 3,000 ცალი ჯავშან ჟილეტის შეძენის შესახებ არ გაფორმებულა, არ არსებობს სასაქონლო ზედნადებები და საგარეცხადო ანგარიშ ფაქტურები. მაგრამ ამის მიუხედავად კომპანიის ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროდან ავანსად გადარიცხული $2,821,000. ამ საქმეზე მოკვლევა დაასრულა გენერალურმა ინსპექციამ, მე როგორც უკვე გითხარით და ეს საქმე გადაიგზავნება მთავარ პროკურატურაში. ფიგურანტთა ჩვენებებით ამ კომპანიის უკან იკვეთება ოლეგ მელნიკოვის ინტერესები. ეს დადასტურებულია აღსრაგანმარტებებით, თუმცა საგამოძიებო ორგანოები ამას უკვე სავარაუდოდ საგამოძიებო მოქმედებებით დაადასტურებენ. არც არავის მოუთხოვია ვთქვათ პასუხი იმაზე, რატომ დადგა ჩვენი ჯარი ასეთი საფრთხის ქვეშ, რომ საწყობში განლაგებულია უხარისხო ჯავშან ჟილეტები. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი ხდება რუსეთის ღია აგრესიის შემდეგ 2009 წელს ხდება ამის შემოტანა. როდესაც ეს არ არის ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ვთქვათ არ შეიძლება ომი მოხდეს. მე არ ვიცი საჟილეტები არის, მაგრამ დაწვრილებით შემიძლია თქვა ის, რომ ის ჯავშან ჟილეტები, რომლებსაც ვიარ დღესდღეობით ჯარისკაცებს სავსებით აკმაყოფილებს ყველა ინსტანციაც და ამ ჯავშან ჟილეტებით დღესდღეობით ჩვენი ჯარისკაცები ასრულებენ მისიებს საზღვარგარეთ, ანუ კონკრეტულად ავღანეთში და ამ ჯავშან ჟილეტები ბევრჯერ გამოიჩინა თავის თავი და გადაარჩინა და გადაურჩინა ჯარისკაცის სიცოცხლე.
ხოლო რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც თქვენ თქვით, მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აქ კონკრეტულად მიმართულია ყოფილ თავდაცვის მინისტრ ბაჩოხალაიაზე. ვახტანგ კაბანაძე, გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, საღამოშიდობისა ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. შემოგვერთდებიან მოგვიანებით სამხედრო ექსპერტებიც ოპონირების რეჟიმში, თუმცა მანამდე თავდაცვის სამინისტრო გზადაგზა აქვეყნებს მილიონობით დოლარის თქვენივე ინფორმაციით გაფლანგვის ფაქტებს. კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდეთ. თქვენ ამას გზადაგზა იძიებთ თუ იზოგავთ, ასე ვთქვათ, საზოგადოებისთვის მისაწოდებლად? მოგესალმებით კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა. მე ის პიროვნება არა ვარ ამ ჩემი შესაბამისი სტატუსით, რომელიც ზუსტად გაგცემთ პასუხს იმ მოკვლევებზე, რაც ალბათ უნდა რითაც პროკურატურა უნდა იყოს დაკავებული. თუმცა რა თქმა უნდა ახლა სადაგზა ჩვენ ხვდებით იმ დარღვევებს, გარკვეულ დარღვევებს, გარკვეულ უსამართლობას, რომელიც არსებობდა და რომლის გამოსწორებაც გვიწევთ დღეს დღევანდელ შეერთებულ ძალებს ხელმძღვანელობას. აი ეს გამოსწორება გიწევთ, რას გამოყოფდით? პირველ რიგში მაინც დავიწყებდი იმით, რომ სოციალური მდგომარეობა, სამხედრო და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ გვინდა გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და ეს დაწყებული გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვათ, ჩვენ არ გვინდა დაუკარგოთ არაფერი წინა ხელისუფლებას, სამხედრო ხელისუფლებას, რომელიც რაღაცას აკეთებდა რაღაც გარკვეულ მიმართულებებით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია სამხედრო აკადემია, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია კადეტთა ლიცეუმი, მაგრამ ამის გვერდით ისეთი ნაწილები, როგორც მაგალითად საავიაციო ბრიგადა იყო, არ გვხდება და აქ გამოსასწორებელი უამრავი რაღაცა. მეორე მხრივ არის ის გამოსწორებას მოითხოვს ასევე თვითონ არსებული თვითონ სამხედრო დაგეგმარების პროცესი, შესყიდვების პროცესი, თვითონ სამხედროთა სოციალური დაცვის პროცესი, სოციალური დაცვის კონდიციები და სტატუსი და ასე შემდეგ, ასე სამუშაო ძალიან ბევრია. რაც ეხება იმ კონკრეტულ ფაქტს, ჯავშანჟილეტების ისტორიას, ჩვენ ახლა ვნახეთ დასაწყობებული ბევრი ჯავშანჟილეტი, თქვენი სამინისტროს ინფორმაციით 3000 ცალია ასეთი. დანამდვილებით შეგიძლიათ თქვათ, რომ ყველა ამ მდგომარეობაშია? ყველა უხარისხოა, ყველა ატარებს ტყვიას? წარმოება ერთი არის, გამოცდილი რა თქმა უნდა რამოდენიმე, ახლა ყველაზე ნასროლი არა, მაგრამ გამოცდილი არის შესაბამისი კომისიის მიერ და მათი დასკვნის მიხედვითაც რა თქმა უნდა ატარებს ტყვიებს და ეს არის რაღაც კატეგორიები, რომელსაც მე ვერ აღვიქვამ და არ მესმის. ერთ-ერთი ეს შემთხვევა ერთ-ერთი აქედან გამომდინარეა, მე როგორც ბევრი სამხედრო მაგალითად არა ვარ ძალიან სისხლის მოწყურებული ან სისხლის მსმელი, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავაცვლოდი იგივე ჟილეტს, ვინც ეს შეიძინა და გავატარებდი ჰელმანდის პროვინციაში A პუნქტიდან B პუნქტამდე და თვითონ და გაეგო თავის თავზე თუ ვისთვის არ იყიდულობდა ამას და არ რატო ყიდულობდა ქართული ჯარისკაცის ესეთ უვარგის ჟილეტს. აი ამ ფირფიტების უკან არის ადამიანის სიცოცხლე, ახალგაზრდა ქართველი სამხედრო სიცოცხლე, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისი ყოფნით ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის ინტერესებს იცავს. ეს ავღანეთში მომსახურე ჯარისკაცებისთვის იყო თუ? არა, ძირითადად რა თქმა უნდა მათთვის, თუმცა არა მარტო. ეს იყო უკრაინული პროდუქტი. როგორ გეტყვით, იცით ახლა ქვეყნის დასახელებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არის გარკვეული კონკრეტული ფირმები, კონკრეტული რომელიც ნაწილებს ყიდულობენ თქვა სიტყვაზე თუნდაც იმ ქვეყნის გარეთ, ან თუნდაც რომელიმე მომწოდებელია სხვა და იქ უბრალოდ ეწყობა, ეს არ არის სახელმწიფო ორგანიზაცია, ეს არის კერძო ფირმა, რომელიც შეიძლება ესეთ რაღაცა. როგორც ჩანს 2009 წლის შემდეგ ეს ჟილეტები არ გამოყენებულა. არა. ვიღაცა მიცოდა რომ არ ვარგო და შესაძლოა თავი დაიზღვია. ვერ გეტყვით ახლა უბრალოდ მე იმ პერიოდში არ ვიყავი რა როგორ მოხდა ეს პროცედურები, მაგრამ საბედნიეროდ ეს ჟილეტები არ დარიგებულა ჯარში. პასუხისმგებლობის თემას თქვენ როგორ განიხილავთ? როგორც გენშტაბის ერთ-ერთი ლიდერი. ჩემი აზრით პასუხი უნდა აგოს, რა თქმა უნდა, იმ დამნაშავემ, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვინ და რა სიღრმით. აი ერთი გვარი დასახელდა ოლეგ მელნიკოვი, შეგიძლიათ აგვიხსნათ მისი როლი უკეთ აი ამ საქმეში? ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ამას შესაბამისი ორგანოები მუშაობენ და ისინი უფრო კონკრეტულად და კომპეტენტურად გაგცემენ პასუხს. აი ჩვენ ნახეთ 4 ბრიგადის კადრები გუშინ.
და იქ იყო საუბარი იმაზე, სტუმრობდა ამ ბრიგადას თავდაცვის მინისტრი და იქ იყო საუბარი იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და რომ ყოველივე ის, რაც მოქალაქეებს მიეწოდებოდათ ინფორმაციათ, რომ ჯარი იყო შესანიშნავ პირობებში, არ იყო მთლად სიმართლე, სულ მცირე. თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ, იყო ელიტარული ბრიგადები, სადაც უკეთესი პირობები იყო და არის ეს ამ ტიპის ახლა ჩვენ კადრებში შეგვიძლია ვნახოთ, სწორედ რა მდგომარეობაში იყო ეს ბრიგადა და არის ბრიგადები, რომელიც ასეთ მძიმე მდგომარეობაშია და ბევრია ასეთი. შემიძლია ხა რაოდენობას და იმას ნამდვილად არ გეტყვით, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია ის, რომ იყო მართლაც იყო ის ნაწილი, რომელიც იყო საჩვენებელი და ნამართლაც ძალიან კარგად მოწყობილი, ისე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო სასწავლო სამხედრო სასწავლებლები, როგორც ეროვნული აკადემია და ლიცეუმი. კიდევ ერთხელ ვიძახი, იყო ნაწილები, რომლებიც თქვათ გარედან ტერს უბრმავებდა თვალს და შიგნიდან მოყვარეს. იყო გაკეთებული გარედან შეღებილი, გალამაზებული, კოსმეტიკური რემონტ გაკეთებული, თუმცა შიგნით იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა და მძიმე მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა ჯარისკაცებისთვის, სამხედრო მოსამსახურებისთვის. და ბევრია ასეთი, თუ თქვენ გზადაგზა არ ყოფთ რომ შიგადაში გარის ასეთი. ახლა გარკვეულად გვინდა ყველა დავლილი გვაქვს, ყველა ვიცით, ახლა მაგით ვართ ძირითადად დაკავებული, რომ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა, მაგრამ რა თქმა უნდა ბევრი არის. რატომ არ გესმოდა, როგორ ფიქრობთ თქვენ ბატონო ვახტანგ ამის თაობაზე შენიშვნები დასავლელი პარტნიორებისგან, თუნდაც ნატოს ექსპერტებისგან, რომლებიც ამაში თანხასდებენ ხშირად და ამოწმებენ ქვეყნის სწორედ აი ამ უნარს, რაშიც თქვათ არა მხოლოდ თანხასდებენ, რაშიც ჩვენ გვიწყობენ ხელს, რომ თქვათ დავახლოვდეთ სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტს. ზუსტად და ამიტომ რომ იყო რაღაცა საჩვენებელი, იყო ერთი ხეშად რომ თქვათ შეაღებული ძალები საჩვენებელი და იყო შეაღებული ძალები რეალური. აი ამ შორის იყო განსხვავება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხა არც ისე ადვილი შეცდომა შესაყვანი არიან პარტნიორების შესაბამისი გამოცდილების მქონე ხალხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შესაბამის შენიშვნებსაც აძლევდნენ და მითითებასაც აძლევდნენ და შესწორებებსაც აძლევდნენ და რჩევებსაც აძლევდნენ. აი ამ დასკვნები არსებობს ისეთი, რაც საზოგადოებისთვის არის დახურული, მაგრამ რაც იყო კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. და ხშირი იყო ასეთი. ახლა მოგახსენებთ, რომ ცოტა არ იყო პერიოდული, ხა გარკვეული პერიოდულობით არის ესეთი დასკვნები, ესეთი რჩევები. შენიშვნული იყო საქართველოს ყოფილი ხელისუფლება იმაში, რომ თავდაცვაში არ დებდა იმ თანხას, რაც იყო, ან დებდა უხარისხოთ. დამალული არ იყო უცხოელი პარტნიორებისთვის. თუმცა მათი სურვილი იყო, რომ ყველაფერი ვერ გვიტყვით, თუმცა იცოდნენ საკმარისად იმისთვის, რომ ეცადათ გამოესწორონ ეს ვითარება, რასაც ისინი აკეთებდნენ. სხვათა შორის ძალიან ენერგიულად და ძალიან მონდომებით. აი გუშინ შევნახეთ ახალაიას ოფისის კადრები და ასევე მისი მანქანის სამსახურებრივი მანქანის კადრები, PlayStation-ია დამონტაჟებული 9 მილიონამდეა ამ ეგრეთ წოდებულ მინიბენში გადახდილი, ასევე თქვენი ინფორმაციით, თქვენი სამინისტროს ინფორმაციით, ახალაია გამოგეხმაურათ თქვენ არ პირადად თქვენ, არამედ სამინისტროს და ამ კადრების გამავრცელებლებს და გითხრათ, რომ თქვენ საერთოდ არ გესმით, რაში შეიძლება ეს ყველაფერი იყოს გამოყენებული, ვინაიდან არ გესმით რას ნიშნავს ქვეყნის თავდაცვა. მე პირველ ნაწილში გეთანხმები, მე ნამდვილად არ მესმის რა შეიძლება იყოს ეს გამოყენებული. მეორე ნაწილში ვერ დავეთანხმები ნამდვილად. ვიცი, რასაც სწავლობდით ისტორიიდან, ის იყო, რომ ხედავ თავს რომ გაეზიარებინა ჯარისკაცის ხვედრი და ჩასტონდა ჯარისკაცის ცხოვრების არსს, ის მასთან ერთად ისევე ცხოვრობდა, როგორც ჯარისკაცი. უნაგირიედო თავქვეშ და ათენებდა და აღავდა და დადიოსალბოს ისე იგივე სჭამდა, რასაც მიჭამდა ჯარისკაცი. ეს იყო აქსიომა. თუ გინდა ახლოს იყო, უნდა იყო ისეთი პირობებში, როგორც იმყოფება ეს რიგითი. ახლა ასეთ პირობებში ხართ? დაახლოებით ვცდილობთ, რომ ესეთ პირობებში ვიყოთ. ეფექტურობისთვის იყო საჭირო ეს გარემო, რაც შევიქმნითო ჩვენ ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მოდით სხვა კუთხით შევხედოთ რა, აი ამ ვითარებას თუ შეიძლება თქვენს ნებართვით. დავიწყოთ იქიდან, რომ რატომ იყო საჭირო თავდაცვის მინისტრი ყოფილიყო ყაზარმებში, აი იქ სადაც ჯარისკაცები არიან. რატომ არენდობოდა თავის გენერალურ შტაბს თუ გაერთიანებულ შტაბს, არენდობოდა თავის ბრიგადებს თუ რაში იყო საქმე. რა მოთხოვნა იყო მისი აი აქ ესე ყოფნა. ნუ შესაძლებელია ინტერესი, აინტერესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ
ბრიგადაში, იგივე ბრიგადაში ესე მოწყობილ პირობების გვერდით იყო არის ყაზარმა, რომელიც არის ავარიული, იმიტომ რომ წლისგან არის გამორიცხული ისი ფუნდამენტი და შესაბამის ავარიული. ისე რომ დავაზუსტოთ, ჩვენ კადრები, რომელსაც ხედავთ, არის მეოთხე ბრიგადაში, ახალაიას კაბინეტის კადრები. ეს არ არის მისი ცენტრალური აპარატის კადრი, ეს არის მისი ერთ-ერთი რიგითი ოთახის კადრი. და ასეთები იყო ბევრგან? რამოდენიმე იყო. გენერალურ შტაბშიც ჰქონდა თავისი ალბათ დიდი მოსასვენებელი სამუშაო ოთახი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ დაადასტუროთ ინფორმაცია გავრცელებული, რომ ცენტრალურ აპარატში, სადაც არის თავდაცვის სამინისტრო, იქ მას ზედა ოთახში ჰქონდა სტრიპტის ბარიც მოწყობილი. ვერ დავასწრებ. არა, მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. ჯერ იმიტომ, რომ მე დავბრუნდი შეერულ ძალებში 2012 წლის ბოლოს. თუმცა იქ რომელი ბარი ჰქონდა ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა არის საკმაოდ დიდი ფართობია იმისთვის, რომ ნამდვილად მოისვენოს არაერთმა ადამიანმა. აი დღეს ერთ-ერთი სერჟანტის ინტერვიუ მოვისმინეთ ჩვენ, სადაც ამბობს, რომ აი ეს ახალ-ახალი ინფორმაციას პოლიტიზირებულ ხასიათს ატარებს თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, მისი პორციობით გამჟღავნება და მიმართულია პატიმარ ახალაიას წინააღმდეგ კონკრეტულად, ამაზე რა შეგიძლიათ თქვა? ვერ დავთანხმები, იმიტომ რომ ეს არ არის პორციულად, ნამდვილად არ არის პორციულად მიწოდებული, არსებული და მე ნაწილ მიწოდებული გავთავ. რაში ეცეცაკ როცა მოვედი და დავიწყეთ 2012 წლის ბოლოდან მუშაობა ჩვენ არ დაგვიწყია თავიდანვე კითხვა იმის თუ რა იყო რა მდგომარეობა და ასე დავიწყეთ იქიდან საიდანაც მოვედი, იმიტომ ძალიან ბევრი რაღაცა იყო გასაკეთებული, ძალიან ბევრი რაღაცა იყო მოსაყვანი წესრიგში. განისაზღვრა პრიორიტეტები, განისაზღვრა მიმართულებები, ალგორითმი მუშაობის და აი ამ მუშაობის პროცესში ჩდება რაღაც ისეთი საკითხები, რომელიც იმის დამალვა არ შეიძლება, უბრალოდ არ შეიძლება. ეს არის რაღაც გარკვეული დანაშაული და ალბათ ვიღაც პირები, ვინც დამნაშავე იყვნენ, უნდა აგონ ამაზე პასუხი. მე არც გვარი მინდა დავასახელო, იმიტომ რომ ეს ჩემი საქმე არ ამისთვის პროკურატურა არსებობს, მაგრამ რატო არ უნდა იყოს ეს დანაშაული დასჯილი ან გამოძიებული, მე არ მესმის. რამდენიმე მინისტრი გამოიცვალა ქვეყანამ 9 წლის განმავლობაში მოყოლებული გია ბარამიძიდან დასრულებული ბოლო მინისტრით, რომელიც ახლახანს დაბრუნდა საქართველოში. შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე მათგანის უფრო წარმატებული ეპოქა? ესე იგი მომიწია, ბატონგიასთანაც მომიწია, ოქროაშვილთან მომიწია, გელაბეჟოაშვილთან მომიწია, ეს უბრალოდ 2003 წლის შემდგომ ხელმძღვანელობასთან მანამდე რა თქმა უნდა მქონდა ურთიერთობა სხვა მინისტრებთანაც. ძირითადი, აი რაც შემიძლია გამოვყო, აი რათაც განსხვავდება თქვა ახალი სამოქალაქო ხელისუფლება, სამოქალაქო ისტაბლიშმენტი ამ სამინისტროსი წინა ხელისუფლებიდან, სამხედრო ხელისუფლებიდან არის ის, რომ აქ თავიდანვე გამიჯნაც კი არ მომხდარა თქვა სამოქალაქო უწყების და სამხედრო უწყების. არამედ მოხდა გადანაწილება ფუნქციების, ამოცანების, მიმართულებების, პასუხისგებლობების. ფაქტურად მუშაობა არის ძალიან ერთი ორგანიზმი მსგავსი და მიღწეულია, რაც მთავარია, მიღწეულია ძალიან ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგაგება და საგარკვეულ სინერგეტიკა. აი ამ გადანაწილებით. ნებისმიერ საკითხი, რომელიც მოითხოვს ორივე მხარის ჩართვას, წყდება ორივე მხარის მიერ. აქ არ არის, თქვათ, ზედმეტი ჩარევა სამოქალაქოთა მხრიდან და ბოდიში და სიგარეტით ხელში ჯარისკაცებისთვის მიზიდვების დაძალება სამწყობრო პლატზე და ამავე დროს თუ საჭიროა რომ რჩევა მიიღოს სამხედროებიდან რა ტიპის, როგორი, რა რაოდენობის რა კომპონენტების შემცველი იარაღის სისტემა იქნა შეძენილი არ გარემონტებული, ისევ სამხედროებს ეკითხებიან და ეს ხდება აი ხო გეუბნებთ, აი პირველი მე არ მინდა ხა ვილაპარაკოთ დღევანდელი ჩვენი ყოფნაზე, უბრალოდ ვიძახი რომ ჩვენ ვიცით რა გვინდა, ვიცით როგორ მივაღწევთ იმას რაც გვინდა და ვიცით რითი მივაღწევთ. და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალხსენი გისმენთ ამის თქმებოდ, პირველად არის ესეთი შემთხვევა, როდესაც ის ახერხებს აი თან გამიჯნულ რეჟიმში და თან თანამშრომლობით რეჟიმში გენშტაბთან კომუნიკაციას. კარგი ურთიერთთანამშრომლობა ჩამოყალიბება, სწორი ვიტყოდი რა. იცით, ხო იცით ახლა კარგი მენეჯერი და საშუალო მენეჯერი ერთი განსხვავდება ერთმანეთისგან. საშუალო მენეჯერი სწორედ აკეთებს საქმეს. კარგი მენეჯერი სწორ საქმეს აკეთებს. აი ეს დიდი განსხვავება და აი ამაზე მივდივარ და ეს
შეუძლია ბატონი ირაკლის მე დარწმუნებული ვარ და ეს ურთიერთობა ხო კარგი ფოკუსით და კარგი ენერგიით მიდის. მოგკითხოთ სამხედრო ექსპერტებს, რას ფიქრობენ ისინი იმ პოზიტივზე, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ. გიორგი თავდგერიძე ხაზზე სამხედრო ექსპერტის ამომშვიდობისა, ბატონო გიორგი. ახლა აღნიშნავდა ბატონი ვახტანგი, რომ კარგი პოლიტიკაა ახალი თავდაცვის სამინისტროში, კარგი ტენდენციებია და რომ ეს პირველად ხდება, მხედველობაში მას ჰქონდა გენშტაბის და ვთქვათ სამოქალაქო ხელისუფლების ამ სტრუქტურის კომუნიკაცია, თქვენ რა სიტყვაზე? მოგესალმებით საღამოშვიდობისა, რა თქმა უნდა შედარება არ არის ის რაც იყო და რაც ხდება, მაგრამ ეს მე ვფიქრობ მაინც არის გარდამავალი პერიოდი. ანუ რა თქმა უნდა ჩვენ გასაკეთებელი ბევრი გვაქვს და ყველაფერი უნდა შეიცვალოს კარდინალურად. ეხლა უბრალოდ წყვეტა რომ არ მოხდეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის შრომა, რომელსაც სამოქალაქო ოფისი და სამხედროები გაერთიანებული შტაბიდან დებენ იმისთვის, რომ ამ წყვეტამ არ გამოიწვიოს, ესე ვთქვათ, შერეღებული ძალების და თავდაცვის სისტემის განვითარების შეფერხება. აქ რაზე მაქვს საუბარი? კვლავ და კვლავ ჩვენ გვესმის, რომ ვიღაც პიროვნება მელნიკოვმა რატომღაც შეიძინა უხარისხო ჯავშანჟილეტები. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კანონმდებლობა, რომელიც იგივე კანონმდებლობა მუშაობს დღეს, თითქოს დამცავი მექანიზმი ჩადებული იყო ამ კანონმდებლობაში, რომ ესეთი ფაქტი არ მოხდარიყო, მაგრამ მაინც მოხდა. ანუ სუბიექტურმა ფაქტორმა გავლენა მოახდინა შერეღებული ძალების ბრძოლის უნარიანობაზე. თავისთავად თუ ჩვენ არ მოვახდენთ ამ სისტემის კარდინალურ რეფორმას და ცვლილებებს, რაც უნდა კარგად იმუშაოს გაერთიანებული შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა, თავდაცვის მინისტრმა, კვლავ და კვლავ დამოკიდებული ვიქნებით მათ პატიოსნებაზე და სუბიექტურად რამდენად დიდხანს შეძლებენ ისინი ამ ფიზიკურ დატვირთვის გაძლებას. ჩვენი მთავარი მიმართულება, რა თქმა უნდა იყოს ძირეული რეფორმა და თავდაცვის სისტემის, ესე რომ ვთქვათ, სისტემას უნდა დავამსგავსოთ. იგივე უნდა შეიცვალოს, რაც არ მომწონს დღეს, რომ შერეღებულ ძალებს არ უნდა ყავდეს თავისი შეფასებები, სამოქალაქო ოფისი არ უნდა წვიდავდეს, ვთქვათ, იარაღის შესყიდვა ან არ შესყიდვას. ამის უნდა არსებობდეს კომპეტენტური უწყებები, რომლებიც თვითონ აიღებენ თავის თავზე პასუხისმგებლობას თუ რა ტიპის იარაღი და შეერაღება ჭირდება, როგორ უნდა შეისყიდონ და რა ფასად და აი მოდი დავაზუსტოთ ეს ახლა როგორ ხდება და როგორ უნდა იყოს თქვენი აზრით. ხო, ანუ ჯერჯერობით კვლავ ძველი კანონმდებლობა მუშაობს და იმის გამო რომ კვლავ და კვლავ ნდობის ხარისხი და ახალი ხელმძღვანელობა პატიოსანი ადამიანები არიან, მათ პატიოსნებაზეა დამოკიდებული ის, რომ ვთქვათ, კვლავ არ მოხდება მოძველებული ან უვარგისი ჯავშანჟილეტების შესყიდვა. კანონმდებლობით უნდა შეიცვალოს ის სისტემა და კიდევ ერთხელ უწყებას უნდა კონდეს პასუხისმგებლობა, ანუ არა თავდაცვის მინისტრმა ან გაერთიანებული შტაბის უფროსმა უნდა გააწყდოს რა ტიპის და რა ხარისხის იარაღი შევიძინოთ ან ჯავშანჟილეტები, არამედ კომპეტენტურმა უწყებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელზეც ის პასუხისმგებელი იქნება. ესეთი ტიპის სისტემები უნდა შექმნათ. ისე როგორც საკადრო გადაწყვეტილება, ისე როგორც შერეღებული ძალების კვლევის საკითხები, აქ კვლავ და კვლავ უნდა გადავიდეთ ჩვენ რა სისტემა იღებს გადაწყვეტილებას და არ ვიყოთ დამოკიდებული ცალკეული თანამდებობის პირის პატიოსნებაზე ან ვთქვათ კეთილნებაზე იმუშაოს დღე და ღამე. თქვენ საკანონმდებლო ინიციატივებზე საუბრობთ ახლა ძირითადად. კონკრეტული მიმდინარე შენიშვნები თუ გექნებოდათ თავდაცვის უწყებასთან, გენერალურ შტაბთან, რაიმე ისეთ შეცდომა თუ შეგინიშნავთ მიმდინარე პერიოდში ოქტომბრიდან დღემდე? არა, მათ ესე რაღაც შეცდომები, რა თქმა უნდა, ესე არ ჩანს და მე ვფიქრობ, რომ მათ იმდენი საქმე დახვდათ, ალბათ შეცდომები ექნებათ, მაგრამ ისეთი რაც უარყოფით გავლენას მოახდენს, რა თქმა უნდა, ესეთი შეცდომები ყოველ შემთხვევაში საზოგადოებაში ჯერჯერობით არ ჩანს. მე უბრალოდ რამდენიმე სურვილი მექნება, ანუ რამდენიმე შენიშვნა, რაც აუცილებელია რომ გაკეთდეს, ეს არის არა უწყებას დაევალოს რეფორმა კვლავ შერეღებული ძალების, არამედ ერთხელ და სამუდამოდ შერეღებული ძალების რეფორმების ჯგუფი შეიქმნა ცალკე და თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებულმა შტაბმა ამ ჯგუფის შემუშავებული რეფორმები განახორციელონ ცხოვრებაში. თორემ კვლავ მივიღებთ ისე როგორც ხდებოდა ძველად, ანუ იყო ოქრუაშვილი, ჯაატარა ოქრუაშვილის რეფორმა, იყო კეზერაშვილი ატარებდა კეზერაშვილის რეფორმას, იყო ახალაია და ის თავის ჯარს თავის თარგზე, ესე ვთქვათ, ირგებდა. ეს რომ ამისგანო თავი დავიზღვიოთ, ჯობია მიუდგეთ ისე, როგორც ევროპა ან დასავლეთი უდგება.
და რაც შეეხება მთავარი შენიშვნა რაც არის მილიონობით ზარალი მე ახლა არ ვფლიო სწორ პოზიციად რომ ჩვენ არ უნდა ვიქეკოთ ჩვენ კარგად დიახაც უნდა ვიქეკოთ ჩვენ გვაქვს უამრავი და ეს ინსტრუმენტები დღეს აქვს გაერთიანებულ შტაბს სამხედრო პოლიციის სახით და იმ ოფიცრების სახით რომელიც დღესაც მსახურობენ შეერაღებულ ძალებში მარტივ მაგალითებს გეტყვით ის რომ დაუშვათ აკადემია დღეს მოგწონს ოქროაშვილის ერთმა გადაწყვეტილებამ რამდენიმე 100 მილიონი ზარალით აზარავა თავდაცვის უწყება ისე როგორც დაუშვათ 2008 წელს იმის გამო რომ კეზერაშვილი ან კეზერაშვილის ქმედებებმა იმ ომისადმი მომზადებლად შეგვახედრა და ომშიც როგორც მოვიქეცით თავისთავად ქვეყნისთვის უდიდესი ზარალი იყო ეს ყველაფერი გამოსაძიებელია და ამაზე უნდა მუშაობდეს დღე და ღამე გაერთიანებული შტაბის და თავდაცვის უწყებაც და დღეს უკვე გაკეთებული უნდა იყოს ის რომ უნდა იყოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მაგიდაზე იმ ოფიცრების პატაკები რომლებიც მსახურობდნენ შეერაღებულ ძალებში მათ უნდა ჩამოაყალიბონ თავიანთი ხედვა თუ რა იყო სწორი, რა იყო არასწორი, რა დანაშაულები ხდებოდა ეს ყოველდღიური მოხსენებითი ბარათები მე მგონი ჩვეულებრივი ამბავი უნდა იყოს ნებისმიერი არმიისთვის და დღეს უნდა კეთდებოდეს და არა ის რომ თქვა ხვალდაზე გამოჩნდება და უშოთ ის რაც ასე გებეთქვენ პოზიცია მოთვით საშუალება ბატონ ვახტანგს რომ გამოგეხმაუროთ ბატონ ვახტანგი იყო რამდენიმე შენიშვნა ახლა სახელმწიფო მივესალმები ბატონ გიორგის უცნაურია მიუჩვეველია მის არასამხედრო ფორმით ნახვას ქონდა პატივი მასთან ერთად მემსახურა ომშიც მეგოღო მონაწილეობა თუმცა კარგია რომ ესეთ ექსპერტები გაჩნდნენ უკვე არასამთავრობო სფეროში რომელსაც შეუძლია რაღაც გარკვეული მიმართულებით სწორი მიმართულება მისცეს შენიშვნები დასვას რაც შეეხება რამოდენიმე საკითხს რაც ბატონმა გიორგი მაგნიშნა პირველი რითი შეიძლება გამოსწორდეს ის რომ არ იყოს ეს გარკვეული თუნდაც შესყიდვები დამოკიდებული კონკრეტულ პიროვნების მორალურ გრადობასა თუ არამგრადობაზე. ამისთვის არსებობს გამჭვირვალეობა. ემცნება, რომელიც გამჭვირვალეობა, რასაც მაქსიმალურად სრულად რო გავაკეთოთ. ყველა შესყიდვები ცხადდება ღია ტენდერით, თითქმის ყველა შესყიდვები დღესდღეობით, ყველა ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია შესაბამის ინფორმაცია გაიგოს, მიიღოს მონაწილეობა ამ ტენდერში და აი ამ გახსნით, აი ამ ჩაკეტილი სამყაროს წრის გახსნით, სივრცის გახსნით ხდება კონტროლი, თვითკონტროლიდან დაწყებული გარე კონტროლი აი ყველაფერი ამ პროცესის. თვითონ უშუალოდ ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ კი ვიღებთ, ეს ეხება ცოტა უფრო სტრატეგიული დონის გადაწყვეტილებას, ჩვენ გვაქვს შეხვედრები შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ქონდა რამოდენიმე შეხვედრა, ქონდა აბეზგარო ქონდა შეხვედრა ატაშებთან, ქონდა შეხვედრა და აი საკითხები, ძირეული საკითხები, მაგალითად სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვა ჩვენ განვიხილეთ აი ამ ორგანიზაციებთან, გავითვალისწინეთ გარკვეული შენიშვნებიც და აი ამ ხრივ მიხრის აი ორხრივი, მრავალხრივი ურთიერთობა გაზიარება და სამხელმოქმედო ჯგუფს ეს არა გარკვეული ერთ ჯგუფს არა თუმცა თავარი გაითვალისწინებთ თუ არა მათ შენიშვნებს გავითვალისწინებთ იმიტომ რომ ეს არა მარტო ერთი შეხვედრაა და ეს გარკვეული შედეგები ეს პროცესი მიმდინარეობს აი ამ ისე ვთქვათ არაოფიციალური მონიტორინგის ქვეშ რაც შეეხება თვითონ რეფორმებს ვეთანხმებ ბატონ გიორგის რომ იდეალური არის როდესაც ცალკე შექმნილი ჯგუფი ან რაღაც ორგანო ახორციელებს აი ამ რეფორმებს ისე რომ ყოველდღიურობაში არ არის ჩართული. დღესდღეობით ჩვენ შეერაღებულ ძალების წინაშე დგას ესეთი პრობლემა. პირველი რომ შევინარჩუნოთ შეერაღებული ძალების შესაბამის საბრძოლო მზადყოფნაში, მეორე განახორციელოთ რეფორმები. ორი ეს მიმართულება საკმაოდ რთული ერთდროულად განხორციელებს ყოველდღიურობით საბრძოლო მომზადებით და ასე შემდეგ და ასე. ამ შესაბამისად ამისა გვაქვს გარკვეული ნაბიჯები, რომელსაც დგამთ ამ გარკვეულ ნაბიჯებს, რათა შეიქმნას ორგანო უშუალოდ თვითონ გაერთიანებულ შტაბში, რომელიც უხელმძღვანელებს ამ სტრატეგიულ დაგეგმარებას და ამ სტრატეგიულ რეფორმების განხორციელებას თვითონ შეერაღებულ ძალებში. თუმცა აქ როგორც მივხვდი ბატონი გიორგი ბრძანებდა რაღაც გარე ჯგუფზე, რომელიც არ იქნება გენშტაბის ნაწილი და არ იქნება საკადრო ცვლილებებზე და თუნდაც ხელისუფლების ცვლილებებზე დამოკიდებული. მე ვერ ვეტყოდი გარე ჯგუფი მე მაინც მიმაჩნია რომ ნებისმიერი გარე ჯგუფი იქნება ხელისუფლებას დამოკიდებული. შეიძლება ხელისუფლება, შეიძლება ეს გარე ჯგუფიც. არის გარკვეული მოდელები, არის გარკვეული გზები
ზოგიერთ ქვეყანაში თვითონ აი ამაზე ხელმძღვანელობს, აი მიმართულებებს ხელმძღვანელობს სამხედრო სასწავლებლები, ისეთ როგორც სამხედრო აკადემიები, სამხედრო კოლეჯები, სადაც სამეცნიერო სამხედრო მოღვაწეობები. არის ქვეყნები, სადაც იქნება ესეთი ჯგუფები. თუმცა ესეთ ქვეყნები მაგრამ უნდა იყოს შვეიცარიასა დაახინებული, რომელსაც არ აწუხებდეს არაფერი, გარდა იმისა, თუ როგორ განვითარდეს, რა შეცვალა უნდა, რა გიმოძღვნა. ჩვენ დღეს ამის ფუფუნებას სამწუხაროდ ვერ ვაძლევთ ჩვენთან. ამინდა რომ თეონა ხუბარდია შემოვიყვანოთ საუბარში. თეონა, ჯგუფი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროდან, არის აქტიური, შეხვედრებიც არის პერმანენტული. თქვენ როგორ ფიქრობთ, გისმენენ ჯეროვნად? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს. ჯგუფი, რომელიც არის შექმნილი არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან, არამედ ასევე თავდაცვის უშუალობის კომიტეტთანაც, დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს, რომ საპარლამენტო კონტროლში იყოს საზოგადოებრივი კონტროლიც ასევე აქტიურად ჩართული და ჩვენ ეს მისია გვაკისრია. რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩართული, თუმცა მე მინდა თქვენი ყურადღება შევეჩერო იმ ფაქტზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები წინა ხელისუფლებასთანაც თანამშრომლობდნენ და ეს იყო გარკვეულწილად პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. მათი მხრიდან იყო სურვილი თანამშრომლობის ეს შეხვედრები დგებოდა და როდესაც არ იყო პოლიტიკური ნება, ეს შეხვედრები წყდებოდა. დღეს ახალი ხელისუფლების პირობებში შეხვედრები აღდგა და გახდა საკმაოდ ინტენსიური. ის ფაქტი, რომ ბატონი ვახტანგ კაპანაძე დღეს ეთერში არის, მე ნამდვილად არ მახსენდება წინა ხელისუფლების დროს გენერალური შტაბიდან წარმოადგენელი ყოფილიყო ღია დებატებში. ძალიან კარგია იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება შეიარაღებულ ძალებში და ნინო არ შემიძლია არ თქვა ის, რომ რაც ჩვენ ნახეთ კადრებში, რაც გაგრძელდა გუშინ იმასთან დაკავშირებით, თუ რა თანხები იხარჯებოდა თავდაცვის უწყებაში და როგორ ფუფუნებაში ცხოვრობდა თავდაცვის მინისტრი და არ შეიძლება ასევე ის არ ითქვას, რომ სამოქალაქო მინისტრი მიუხედავად იმისა, რომ გამიჯნული იყო უფლებები გაერთიანებულ შტაბსა და სამოქალაქო ოფისს შორის რეალურად ახორციელებდა თავდაცვის უწყების მართვას არა მხოლოდ სამოქალაქო ნაწილის, არამედ თვითონ შეიარაღებული ძალების და ის განკარგავდა მთლიან უწყებას და ეს იყო ძალიან ცუდი და ის სავალალო შედეგები, რაც დღეს აქვს ქვეყანას, სწორედ შეიძლება ითქვას ამის დამსახურებაც არის. აუცილებელია და დავით ახმები გიორგის, რომ გაერთიანებულ შტაბში უნდა მოხდეს დაგეგმა, თუნდაც იქნება ეს რეზერვის კონცეფციის და რეზერვის პროგრამის, იქნება ეს სამხედრო გაწვევის საკითხები, თუ იქნება ეს ზოგადად შეიარაღებული ძალების განვითარების კონცეფციების და აუცილებელია, რომ ამაზე დაიწყოს მსჯელობა და რა თქმა უნდა მოლოდინები ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის, თუმცა ერთი არის, რომ ეს პროცესი დაიწყო და აუცილებელია ამისი მონიტორინგი და კონტროლი არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის მხრიდან, მნიშვნელოვანია ნინო მედიის როლი ამ ყველაფერში და თქვენი რამდენადაც თუ არის ინფორმაცია და ყურადღებას ამას აქცევს მედია, საზოგადოებას აქვს მეტი პასუხები და შესაბამისად ჩდება მეტი მოთხოვნა და არ უნდა დაუშვათ ჩვენ ესეთი ფაქტები, როგორც ჩვენ ეს გუშინ ვნახეთ და საკმაოდ შემაშფოთებელი იყო, რამდენადაც ამხელა თანხა დაიხარჯა არაფერში შეიძლება ითქვას. აქვე მინდა ვიკითხო ჩვენ ორივე ექსპერტთან, ბატონო გიორგი, იმიჯის თემა, თავდაცვის უწყების იმიჯის თემა თითქოს და რაღაცა მომენტში დადგა ეჭვს ქვეშ, როდესაც დააკავეს გიგი კალანდაძე. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა გადალახულია, თუ ეს დარჩა გარკვეული ტიპის ლაქად შეიარაღებული ძალებისთვის და ქვეყნისთვის? ყოველ შემთხვევაში მაღალჩინოსნების დაკავება ხდება სხვა ქვეყნებში, ეს არ არის რაღაც მხოლოდ ქართული ნოუ-ჰაუ, თუმცა ჩვენ ისე უნდა შექმნათ სისტემა, რომ ცალკეული პიროვნებების ისერზე არ იყოს ესეთი პასუხისმგებლობები. ფაქტიურად კალანდაძის პრობლემა ეს იყო, ესე რომ ვთქვათ, ანუ მას ხელი შეუწყეს რომ ის შემდგომ დაეჭირათ. ანუ ძველმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველა პირობა შექმნა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ადრე თუ გვიან კალანდაძე გაეწირათ. ძალიან მარტივად, იმიტომ რომ ფაქტობრივად არსებობდა გაერთიანებული შტაბის უფროსი, მაგრამ ყველა გადაწყვეტილებას მინისტრის მიერ დელეგირებული ჰქონდა გიგი კალანდაძეს შესაბამისად, რა თქმა უნდა, როდესაც შეუსაბამო გამოცდილების არ ქონისა და ასაკის არ ქონის დროს ესეთი პასუხისმგებლობა გაწובה კისერზე, დიდი ალბათობა დაუშვა შეცდომები ამ ყოველ შემთხვევაში ამ შეცდომებისგან სისტემა შენ არ გაზღვის.
აქედან გამომდინარე კალანდაძის დაკავება არ დაკავება ეხლა თავდაცვის სამინისტროს იმიჯის შელახვაზე რამდენად იმოქმედა მე ვერ გეტყვით, თუმცა კარგი იქნება თუ ჩვენ შექმნით ისეთ სისტემას, სადაც ესეთი პრობლემა არ წარმოიშვება. ბატონ გენერალს მინდა ერთი საკითხს დავაზუსტოთ. კარგია გამჭვირვალობა, კარგია ეს რომ ტენდერები ღია ტარდება, მაგრამ კიდევ ერთხელ იგივე კანონმდებლობით ღია ტენდერები ტარდებოდა ძველი ხელისუფლების პირობებშიც და ეს არ იქცა პრევენციის, ანუ ამით ჩვენ ვერ დავიზღვით თავი რომ არ გვეყიდა არ გაგვეკეთებინა ნაკლული შესყიდვები. ამიტომ ვამბობ რომ ძალიან მარტივი მაგალითები არსებობს იგივე გერმანული სისტემა ცოტა რთულია, მაგრამ ამერიკული შესყიდვების სისტემა, სადაც არის გარკვეულწილად სამნაწილად გაყოფილი კომპეტენცია, ურთიერთდაზღვევა, იძლევა საშუალებას ყოველგვარი ზედმეტ ესეთი ღიაობის გარეშე მოხდეს ესე ვთქვათ მაღალი ხარისხის კონტრაქტების გაფორმება. ამიტომ ჩვენ ჯობია ამ მიმართულებით წავიდეთ, ანუ კარგია, როდესაც საზოგადოებრივი მონიტორინგი ხორციელდება, ჟურნალისტური თუ არასამთავრობოები აკეთებენ მონიტორინგს, მაგრამ მოდი მაინც დავიზღვიოთ თავი. ჩვენ შექმნათ სისტემები და ამ სისტემებმა დაგვაზღვიოს ჩვენ და არა დაუშვათ მონიტორინგმან სირიაა, იმიტომ შეიძლება მინისტრი მოვა სხვა მინისტრი, შეიძლება თქვა პოლიტიკური ჯგუფი, მოვა სხვა პოლიტიკური ჯგუფი და კვლავ გვეტყვის, რომ ეს არის სამხედრო საიდუმლოება და კვლავ დახურავს თქვა გარკვეულ შესყიდვებს და გარკვეულ ტენდერებს და კვლავ არ გვექნება ჩვენ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ბერკეტები. გასაგებია თქვენი პოზიცია, თუმცა ბატონ გენერალთან მაინც მინდა კალანდაძის თემას დავუბრუნდე, გაქვთ ხოლმე კითხვები განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორებისგან დღემდე აი ამ თემაზე, რატომ დააკავეს გენშტაბის უფროსი, თქვენ გეკითხებიან ამ შესახებ? დასაწყისში უფრო მეტი კითხვა იყო, მას შემდეგ რაც მოხდა გარკვეული ახსნა, გარკვეული თუ რატომ მოხდა ეს, თვითონაც გაიყვნენ ამ საკითხში, ხა გაცილებით ნაკლები აქვს გავსი კითხვა. თუმცა მაინც არის. იმ პირებისაგან ვის ნაკლებად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში. ის ძირითადი პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც პარტნიორი სამხედროები, რომლებიც ჩვენთან აქტიურად თამაშობენ, ისინი კითხვებს უკვე აღარ სწავლობენ. თქვენ პირად როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა აი ამ კითხვების თავიდან აცილება უკეთესი რაღაც გზის გამონახვის შემთხვევაში და თუნდაც დაკავების პროცესის დაკავების სიტუაციაში? მე შემდეგს რომ ამ გზის აცილებაც შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, უფრო რამოდენიმე წლით ადრე, რომ არ მოხდარიყო ეს აქამდე არ მიიყვანთ ეს ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახური. მას არ დაიჭერა, არ გარეულიყო აი ამ საქმეში, რომელშიც ახლა განიხილება. და ფინალური კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ვერავის მე გავსჯი, ვინაიდან ამისთვის არის შესაბამისი ორგანოები, მაგრამ მე უბრალოდ მეწოდება ახალგაზრდა სამხედრო, რომელიც მიიყვანეს, როგორც ბატონ გიორგიმ სწორედ თქვა, მიიყვანეს აი დღევანდელ დღემდე. და ფინალში ალბათ მინდა თეონას ვკითხო, ჩვენ პოლიტმეტრის გვერდზე ხშირად შემოგდის ხოლმე არა მარტო თავდაცვის უწყების თემაზე, შინაგან საქმეთა უწყების თემაზეც კონკრეტული კითხვები, კონკრეტული მოქალაქეების, რომლებიც თვლიან, რომ პოლიტიკური ნიშნით გასული ხელისუფლების დროს ამ უწყებიდან დაითხოვეს და ისინი სვამენ კითხვას, რომ როდის დადგება ჩვენი ჯერი, როდის მოგვაქცევა ყურადღებას. თქვენთან აქვთ კომუნიკაცია სამოქალაქო სექტორთან ასეთ ადამიანებს? ძალიან ბევრი ყოფილი სამხედრო, რომელიც დათხოვნილი იქნა შეერაღებული ძალებიდან სხვადასხვა მოტივებით და ყველაზე დიდი მოტივი იყო მაშინ პოლიტიკური, სოციალური ქსელების მეშვეობით იქნება ეს სხვა გზებით ცდილობენ გაარკვიონ თუ როგორ მოხერხდება მათი რეაბილიტაცია და როგორ მოხდება მათი აღდგენა სამსახურში და ყველაზე მწვავე თემა შეიძლება ითქვას მათ შორის არის ეს, რამდენადაც როგორც მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებდა ჯერ კიდევ დაახლოებით 2-3 კვირის წინ მინისტრის ხედვის პრეზენტაციაზე 3000 განცხადება არის შესული კომისიაში, რომელიც ადგენს ამ უკანონო დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების სამსახურში აღდგენის საკითხს და ნათქვამი იყო, რომ 500 არის დაბრუნებული და 300 ადამიანის საკითხი ჯერ კიდევ განხილვაშია, თუმცა სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ მათგან მოდის ესეთი გზავნილები, რომ არ არის დადგენილი ზუსტი ვადა, რა ვადაში ხდება თითოეული ადამიანის საკითხის გარკვევა. ასევე არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება თუ არა მათი აღდგენა სამსახურში და რა კრიტერიუმით ხდება საერთოდ ამ ხალხის დაბრუნება შეერაღებულ ძალებში. ეს ის კითხვებია, რომელიც ამ ხალხს აწუხებს და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ინფორმაცია არის აუცილებელი თავდაცვის უწყებიდან იმ ხალხისთვის, რომელიც ამ კითხვებს სვამს და სამოქალაქო სექტორი სწორედ ამისთვის არის, რომ ეს კითხვები მაქსიმალურად გაახმოვანოს და მიიღოს ამ კითხვებზე პასუხი. ყველაზე მწვავე საკითხი და თვითონ მინისტრი ალასანიაც არჩევნების შემდგომ აცხადებდა, რომ ყველა ადამიანის ბედით დაინტერესებოდნენ ისინი და თქვენ იცით იყო გახმაურებული საკმაოდ მედიაში ეროვნული გვარდიიდან დაახლოებით 1500-ზე მეტი დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურის შესახებ ინფორმაცია
ინფორმაცია საკმაოდ დიდი რაოდენობის დათხოვნა მოხდა სამხედრო მოსამსახურეებს და გიორგი თავდგირიძე არის სწორედ ესეთი მაგალითი იმისა თუ როგორ ხდებოდა პოლიტიკური ნიშნით სამხედრო სამსახურიდან მაღალი კვალიფიციური კადრების დათხოვნა და აუცილებელია რომ მოხდეს ამ საკითხის გადახედვა და რაც თავარია იყოს კრიტერიუმები მაქსიმალურად საჯარო და ვიცოდეთ ჩვენ ეს ყველაფერი როგორ გიორგის განცხადება თუ არის ნეტა 3000 განცხადებას შორის საინტერესოა ეს გიორგის მე ჯერჯერობით ველოდებით თავდაცვის სამინისტროს პოზიციას რა თქმა უნდა ჩემი განცხადებაც იქნება თუ შესაბამისი პოზიცია იქნება თუმცა აქ ერთი შენიშვნა არის მთავარი შენიშვნა რომელიც მე ვიცი რომელიც არსებობს ოფიცრებს შორის ის ყადაღებული შემოწმება როდესაც ველოდებიან ოფიცრები კონდაზორის მხრიდან დადებით დასკვნას ესეთი პრეცედენტი არ უნდა დაუშვათ ჩვენ ერთი უწყების საკადრო პოლიტიკას არ უნდა წვითავდეს მეორე უწყება მე ვფიქრობ რომ აქ სხვა ბერკეტებია შესამუშავებელი ძალიან მარტივად უნდა მოახერხოს თავდაცვის უწყებამ ყველა ადამიანის დაბრუნება მათთვის შანსის მიცემა რომ მათ განათლება, წოდება, ფიზიკური მომზადება მიიყვანონ კონდიციამდე, ხოლო 3 თვის მერე ჩატარდეს კვლავ ტესტირებები, ატესტაციები და მოხდეს მათი გადანაწილება. გასაგები, მადლობთ. დიახ, ბატონო ვახტანგ, რა შეგიძლიათ უთხრათ ამ მოქალაქეებს, რომლებიც ელიან ვერდიქტს დააბრუნებენ თუ არა სამსახურში? ნამდვილად დიდი სამუშაო გასაკეთებელი, ნამდვილად ბევრი განცხადებაა. არის ერთი რომ პიროვნებას აქვს გული და გული ერჩის და უნდა დაბრუნება შერეულ ძალებში არის გარკვეული პირობები რომელსაც ის ვეღარ აკმაყოფილებს მაგალითად უხეშად რო ვთქვა 2003-ში გაშვებული პოლკოვნიკი ან ვიცე-პოლკოვნიკი წლოვანებით უკვე გასული ამ ვადებიდან რაც მას შეიძლება იყოს სამსახურში ხო იმ პერიოდიდან ან გაზდი უკვე გაიარამდემა წელმა უკვე ბევრი წელია და გასული ამ წლოვანების საზღვრებიდან ჩარჩვებიდან მას აქვს უფლება რომ იმსახუროს მე მოგახსენებთ რომ უშუალოდ პოლკოვნიკი ძნელაძე და პოლკოვნიკი ჩაჩიბაია არის ამ ემაში ჩართული ამ საკითხში მათი ხელმძღვანელობით შექმნილია კომისიები რომელიც ახორციელებს პირველად დახარისხებს უხეშის ცხოვარის უბრალოდ გადანაწილებას სერჟანტების და რიგითების რომელიც გადიან ერთში გარკვეულ შემოწმებას ოფიცრების გარკვეული წილის და მაღალი ოფიცრების პერსპექტივა აქვს თითოეულ მათგანს აქვს რა თქმა უნდა აქვს კიდევ ერთხელ ვიძახი რომ უბრალოდ დროში გაწელი პროცესია რაბადას ელით მაინც რთული ალბათ ზუსტად მაგრამ შეიძლება ერთი წელი გაგრძელდეს არა მაგდენი არ გაიწელება ნამდვილად თვეების საქმეა ვეც ყველანაირად ვცდილობთ რომ ეს გაჩერება მალე გავაკეთოთ ჩვენ გვესმის იმ ხალხს რომელმაც აიღო ცნობები სასამართლოებაზე აიღო ცნობები რაც გარკვეული ესე იგი სამატყოფოებიდან ეს ცნობებს ამ ცნობებს თავისი ვადები აქვს ეს ცნობები გადის და კიდევ თავიდან უწევთ ეს გარკვეული ცნობების თავიდან აღება მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი არის ეს კომისიები მუშაობენ და ნამდვილად ყველა ღონეს ხმარობთ რომ ჩვენ ინტერესებში შედის ვინაიდან ჩვენი ინტერესია რომ 2016 წლისთვის გადავდეთ პროფესიულ არმიაში ჩვენ გვინდა ეს ხალხი დაბრუნდეს ჯარში და აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ აი ამისთვის ნებელს აუცილებლად მინდა კითხოთ ძალიან დიდი თანხა დასახელდა საჩუქრად გადაცემულ იარაღებში გადახდილად ეს თუ არ ვცდები 700,000 იყო ასეთი ეს რიცხვი იქ ჩამონათვალში არიან დეპუტატები გუბერნატორები შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ტელეკომპანიებში მომუშავე კონკრეტული პირები დეპუტატი ნუგზარ ციკლაური მაგალითად გუშინ ამბობდა რომ მე მხარს უჭერდი ყოველთვის ქვეყნის თავდაცვის უნდა თავდაცვის ასე ვთქვათ სისტემას და მის განვითარებას და რაღაცნაირად გამოვიდა ეს კონტექსტი რომ შესაძლოა დავიმსახურე ეს საჩუქარიო მოდით თქვენ იქნებ გითხრათ გქონდა თუ არა უფლება თავდაცვის უწყებას რომ ასეთი ტიპის საჩუქრები გაეცა მხარდამჭერებისთვის მე ვერ გეტყვი ნამდვილად უფლება ჰქონდა ეს პირად გადასაწყვეტი იყო იმ პიროვნების ვინც ამ საჩუქარს იძლეოდა მე არ მახსოვს ბატონ გიორგის თუ აქვს ესეთ საჩუქარი მიღებული მე მაგალითად ავიცი ომი არ გამომიტოვებია და ეთქოთ ცუდად ვსახურობდი იმიტომ მე ეგეთი საჩუქარი არ მაქვს მიღების გავსი საჩუქარი არც მე ბატონო არც მე ვამბობს ხო და არ ეთქოთ ცუდად ვსახურობდი ჩვენ და ალბათ ეს მაშინ ვერ დავიმსახურებდა მაგრამ ხალხი რომელსაც დაიმსახურა დღეს საჩუქრები რით ეს მარტო პოლიტიკური სპეკულაცია რა თქმა უნდა არ შეიძლება როგორ შეიძლება უწყებამ პოლიტიკურმა ფიგურამ გასცეს საჩუქრებით ან იარაღი ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსზე მე ვფიქრობ რომ იურიდიულადაც გაუმართლებელია და პოლიტიკურად რო შევხედოთ ასევე გაუმართლებელია თავდაცვის უწყების მესვეური პოლიტიკური ფიგურა უწყების ქონებას საჩუქრად იძლევა ნახოთ როგორ დაგიფასებთ ახალი ხელმძღვანელობა ასე ვთქვათ 8 წელს ახალ ამპლუებში და არ მეკვირს იარაღები ამდენად დაგვიკვირს და ასე რომ
საჩუქრისთვის არ ვსახურებთ. ასე იგი, დიდი მადლობა ვახტანგ კაპანაძეს, გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, გენერალს, რომელიც პირველი გენერალი იყო ჩვენ სტუდიაში სტუმრად, ასევე მადლობა სამხედრო ექსპერტებს გიორგი თავდგირიძეს და თეონა აქუბარდიას. ჩვენ მეორე ბლოკისკენ მივდივართ. პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა არის ჩვენი მეორე ბლოკის მთავარი თემა. პარლამენტში დღეს შედგა თანამშრომლობა უმცირესობასა და უმრავლესობას შორის და მოხერხდა ის, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ახალ დოკუმენტს არ ქონია არც ერთი მოწინააღმდეგე ხმა. რესპუბლიკური პარტიის წევრი, ქართული ოცნების წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი იქნება ქუთაისთან ხაზზე. დისკუსიაში მასთან სერგი კაპანაძე, რეფორმების ასოციაცია, მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში. არ დაგავიწყდეთ Facebook-ი და გამოხმაურება დროებით.